რა გინატრება ყველაზე მეტად ფეხბურთელის ყოველდღიური ცხოვრებიდან? მინდოდა, რომ ჩემი მომდევნო კლუბი წინაზე ძლიერი ყოფილიყო. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია შენი ეს მდგომარეობა და როგორ გრძნობდი თავს ამ პიკის დროს? დიდად მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ასეთ ლეგენდარულ მოთამაშესთან წერ ინტერვიუს. მადლობა. მოდი დავიწყოთ ჩვენ ინტერვიუ. პირველი შეკითხვა ასეთია: რა გინატრება ყველაზე მეტად ფეხბურთელის ყოველდღიური ცხოვრებიდან? მოგზაურობა. ალბათ მოგზაურობა. არა. ხუმრობ. სიმართლე გითხრა, არაფერი მენატრება. რადგან მე გავაკეთე რაც შემეძლო და ჩემი სურვილები ბოლომდე ავისრულე. ახლა უბრალოდ სხვა რამის კეთება მინდა. წვრთნელად მუშაობა. ფეხბურთელების განვითარება. რაღაც ასეთი. საკმაოდ კარგი შეკითხვაა, რომელსაც ხშირად მისვამენ ხოლმე. მაგრამ არასოდეს ვფიქრობ, რომ რაღაც მენატრება. იმ თამაშებს ვეღარ დავიბრუნებ. შემიძლია დავბრუნდე მხოლოდ როგორც მწვრთნელი, მაგრამ არა როგორც მოთამაშე. კარგი, მადლობა. შემდეგი შეკითხვა სანაკრებო კარიერას ეხება. კოტ დ'ივუართან ერთად არაერთი აღმართი და დაღმართი გამოგივლია. განსაკუთრებით სახსენებელია 2006 და 2012 წლების ფინალებში მარცხი. როდესაც საბოლოოდ 2015 წელს აფრიკის 1000-ის მოგება მოახერხეთ, ხომ არ იყო ეს ერთგვარი აფრიკული ექვივალენტი მესის მიერ საბოლოოდ 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების? აფრიკის თასის მოგებას გულისხმობ, არა? დიახ, 2015-ში. ეს უდიდესი შვება იყო ჩემთვის. ჩემი ძმებისთვის და ზოგადად ჩვენი გუნდისთვის, რადგან ამ მიზნამდე კარგ ხანს მივდიოდით. სხვების არ მახსოვს, მაგრამ ზუსტი თუ ვიქნები, პირადად მე 10 წელი ვიბრძოდი. ასე რომ საკმაოდ დიდ ხანს ვცდილობდი ამ თასის მოპოვებას და შესაბამისად, როდესაც საბოლოოდ ხელი ჩავავლე, ეს განსაკუთრებული გრძნობა იყო. შვების ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი. მე კარგად ვიცოდი, რამდენად რთულია ეს. როგორც თავად თქვი, ამ დროისთვის უკვე ძალიან ბევრჯერ ხელი მოგვეცარა. თუ არ ვწდები, ორჯერ ნახევარფინალში დავმარცხდით. აგრეთვე წავაგეთ მეოთხედფინალები და ფინალები. ყოველწლიურად ამდენი მარცხი ძალიან ძვირად გვიჯდებოდა ენერგიის და მენტალური კუთხითაც. ხშირად მოგვიხდა უკან დაბრუნება და ეს ძალიან რთული იყო. შედეგად, თავისთავად თავში გიჩნდება შეკითხვები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობ ზოგადად ეროვნულ ნაკრებზე. ხომ არ ჯობს რომ გაჩერდე? აღარ გააგრძელო. თუმცა ამავდროულად ამას აკეთებ შენი ქვეყნისთვის. და ამიტომაც ყოველ ჯერზე ბრუნდები. იქ გყავს მეგობრები, ოჯახის წევრები. როგორ შემოგხედავენ ისინი შენ? ყოველთვის ამბობდნენ, რომ კარგია ამა და ამ კლუბის სახელით, რომ რაღაცას იგებ, მაგრამ რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის? რა მოიგე ღირებული შენი ქვეყნისთვის? ამ ყოველივეს აღწერა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ახლა მეკითხებით, თუ რას ვგრძნობ იმ 2015 წლის გამარჯვებაზე, გეტყვით, რომ ეს იყო შვება, სიხარული და დიდი ბედნიერება. ამის შემდეგ უკვე შემეძლო აფრიკაში ნებისმიერ ადგილზე დამეპარკინგებინა მანქანა და მას არავინ წაიყვანდა. მადლობა ამ პასუხისთვის. შენახსენე შენი ძმა, კოლო, დაუმარცხებელი. რამდენად მნიშვნელოვანი ზეგავლენას ახდენდა შენზე კოლო და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ფეხბურთელად შენს ადრეულ განვითარებაში? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მას შეეძლო დაეშვა შეცდომები, რომლებზეც მე შემდგომ ვსწავლობდი. სერიოზულად კი, კოლო იყო ძალიან პოზიტიური, მომთმენი და პოზიტიური. ამავდროულად თავდაჯერებული საკუთარ თავსა და ჩემში. სჯეროდა ჩემი, რადგან იცოდა ჩემი შესაძლებლობები და ისიც თუ საით მინდოდა წავსულიყავი. გარდა ამისა, მან ამავსო მიზანსწრაფულობით და ასე ხდებოდა ყოველთვის.
რადგან უმცროსი ძმა ვიყავი და ყოველ ჯერზე, როდესაც ფეხბურთზე ვსაუბრობდით, მაგალითად ვეკითხებოდი ხოლმე, რატომ არ თამაშობდა ნახევარდაცვაში? ან რატომ არ გადადიოდა კონკრეტულად რომელიმე კლუბში? ვეუბნებოდი, მე თუ შემიძლია, შენც ხომ შეგიძლია მეთქი არა? თუმცა ის თვლიდა, რომ სხვა გზით წასვლა ერჩივნა. ასეთი საუბრები ხშირად ვქონია. მან კარგად იცოდა, რამდენად მოწადინებული და მოშიებული ვიყავი, რომ რაღაც დიდისთვის მიმეღწია. ყოველთვის ასეთი ვიყავი. ზოგადად ასეთი ადამიანი ვარ. ვერ ვიჯდები ერთ მაგიდასთან იმ ადამიანთან, რომელიც ცდილობს, რომ არ დამაფასოს. როგორც უკვე ვთქვი, თუ კი გეუბნები, რომ მე რაღაც მინდა, უნდა მიპასუხო თანხმობით. თუ რაღაც სხვაზე დაიწყებს საუბარს, მეც გავჩუმდები და ეს ნიშნავს, რომ ჩამოგცილდი. კოლომეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ის იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ვფიქრობდი, რომ ის ჩემგან განსხვავებულად ფიქრობდა. მე კი არ ვცდილობდი, რომ მას მოვრგებოდი. მე მინდოდა ის გამომყოლოდა ჩემს გზაზე, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს იყო სწორი. საბოლოოდ ჩვენ მოვიგეთ თასები ეროვნულ ნაკრებშიც და ერთსა და იმავე გუნდშიც. ეს კი ძირითადად არა ჩემ, არამედ მის გამო ხდებოდა. ხანდახან მე უბრალოდ ვცდილობდი, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე მომესწრო. ის კი მეუბნებოდა, რომ ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა. იმის თქმა მსურს, რომ ამ მხრივ ერთგვარ მენტორობას მიწევდა. მადლობა. 2005 წელს შენ დონეცკის მეტალურგში თამაშობდი. 2 წლის შემდეგ კი უკვე ბარსელონაში აღმოჩნდი. წარმოიდგენდი თუ არა ასეთ სწრაფცურლებას და რა ისტორია უკავშირდება ამ ტრანსფერს? ფიქრობ, ეს ისტორია ძირითადად იმას ასახავს, რაზეც ახლახან ვისაუბრე. მე გამიმართლა, რომ ვმუშაობდი ხალხთან, რომლებსაც მტკიცედ სჯეროდათ ჩემი და ჩემი რგვლივ მყოფ ხალხს, თავადაც ვახვედრებდი, რომ ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება წარმატებული კარიერა მქონოდა. მე არ ვირჩევდი კლუბებს რისკიანად, თუ შეიძლება ასე ითქვას. საკმაოდ ფრთხილად ვარჩევდი და ვცდილობდი ისეთი გუნდი ამერჩია, რომელიც ჩემს განვითარებას მეტად წაადგებოდა. ცხადია, მეხმარებოდნენ მათ შორის ჩემი ყოფილი აგენტი, რომელიც საკმაოდ კონცენტრირებული იყო ჩემზე და ჩემს სურვილებზე. ყოველთვის მისმენდა და საბოლოოდ სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით მოვახერხე ამდენ ტოპ კლუბში თამაში. მოვახერხე, რომ მესწავლა განვითარებულიყავი და შემეცადა, რომ მეპოვნა ისეთი კლუბები, რომლებიც შეეფერებოდნენ ჩემს მენტალობას. თუმცა მინდოდა, რომ ჩემი მომდევნო კლუბი წინაზე ძლიერი ყოფილიყო. მე არ მინდოდა ძალიან სწრაფი წინსვლა. მაგრამ ამავდროულად მინდოდა ჩემი გზით მევლო და დრო არ დამეკარგა. გასაგებია. მომდევნო შეკითხვა შენს საუკეთესო სეზონს 2013-14 წლების სეზონს უკავშირდება. ეს ერთი ფეხბურთელის მიერ ჩატარებული ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია შენი ეს მდგომარეობა და როგორ გრძნობდი თავს ამ პიკის დროს? ვგრძნობდი, რომ ვიყავი ხელშეუხებელი. ვერავინ შემაკავებდა და ხვდებოდი, რომ რაღაც დონეზე კონკრეტულ მატჩებში საუკეთესო ვიყავი. ნამდვილად წარმოუდგენელი პერიოდი მქონდა. როგორც მახსოვს, რამდენიმე პირადი რეკორდიც მოხსენი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ პერიოდში ჩემი ერთადერთი მეტოქე ჩემი თავი იყო. არასოდეს აღვიქვამდი მეტოქედ სხვას და არავის ვეჭიბრებოდი. ყოველთვის ვცდილობდი ყოფილიყავი უკეთესი ვიდრე ჩემი წინა ვერსია. მთელი ამ დროის განმავლობაში სწორედ ეს მომოძრავებდა. წარმოიდგინეთ, ჩემი კარიერის განმავლობაში აფრიკის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ 4-ჯერ გავხდი. მინდოდა უკეთესი ყოფილიყავი ვიდრე წინა წელს, იმის წინა წელს და ასე შემდეგ. თამაშების მიმართაც ასეთი მიდგომა მქონდა. შენს პირველ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ, როდესაც მკითხე მინდოდა თუ არა კიდევ ასპარეზობა, გიპასუხე რომ არა. უკვე ბევრი რაღაც გავაკეთე. ჩემი სხეულითა და ზოგჯერ გონებითაც მსხვერპლი გავიღე.
ახლა მზად ვარ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მწვრთნელის როლში გუნდსა და მოთამაშეებს გადავცე. საკუთარ თავს ამჟამად ამ როლში ვხედავ. მადლობა. 2009 წელს ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უზარმაზარ მიღწევას წარმოადგენდა. ცნობდი რომ ის გუნდი იმ სეზონში დაუმარცხებელი იყო და მატჩების დროს გასახდელში როგორი გარემო იყო შექმნილი. 7. იმ პერიოდში ბარსელონასთვის გამარჯვება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. როგორც მახსოვს, მუსიკა ნამდვილად არ ჟღერდა. სტანდარტული მასაჟი, შხაპი, მოდუნება. როდესაც ვაგებდით, პრობლემა მაშინ იქმნებოდა და ფრედს პრობლემა გახლდათ. რადგან 2008-2009 წლების სეზონში ჩვენ 6 ტიტული მოვიგეთ და ფრე მარცხს უტოლდებოდა. ჩემი ბარსელონაში ყოფნის პერიოდში ერთი რაღაც იყო შთამბეჭდავი. ერთხელ, როგორც მახსოვს, ვილიარეალთან თუ მადრიდის ატლეტიკოსთან ფრე ვითამაშეთ და როდესაც ბარსელონაში უბრუნდებოდით, ერთ-ერთი ფეხბურთელი იცინოდა, რადგან თანაგუნდელს ესაუბრებოდა. იმ მომენტის შემდეგ მას აღარ უთამაშია. ეს მოთამაშე ეიდურ გუდიონსენი გახლდათ. რა თქმა უნდა, სიცილი ნორმალური მოვლენაა, თუმცა საქმე მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხება. კომაგები, გუნდის ხელმძღვანელობა. ისინი ამას ხედავენ და წაგებისა და ფრის შემთხვევაში სიცილი მისაღები არაა. გამარჯვების შემთხვევაში მუსიკას არ უსმენდით. უბრალოდ მასაჟს ვიკეთებდით და მომდევნო შეხვედრისთვის ვემზადებოდით. ჭამდით, საუბრობდით და ვიცინოდით. მოგების შემთხვევაში სიცილი შეგვეძლო, თუმცა მუსიკის მოსმენა არა. მუდმივად მომდევნო თამაშზე ვიყავით კონცენტრირებულები. მადლობა. შენ საფეხბურთო კარიერაში მიღწეულ შედეგებზე უკვე ისაუბრე. კოტ-დ'ივუართან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდი, პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგე. რომელია შენი რჩეული მომენტი შენს საფეხბურთო კარიერაში? აფრიკის ჩემპიონატის მოგება. რა თქმა უნდა, აფრიკის ჩემპიონატი, რადგან როდესაც იქ ჩავდიოდი, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კლუბებთან ერთად ტიტულებს ვიგებდი. ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი ვერა. და ეს მთრგუნავდა. შესაბამისად, მისი მოგებით შვება და კმაყოფილება ვიგრძენი. ეს შესანიშნავი გახლდათ. ცალსახად აფრიკის ჩემპიონატი. სხვა ტიტულებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამას განსაკუთრებული ადგილი უკავია. როდესაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად იგებ, ეს აბსოლუტურად განსხვავებული განცდაა. როდესაც შენი ქვეყნისთვის რაღაცას აკეთებ, ეს დიდებული შეგრძნებაა. ახლა სწრაფ შეკითხვებს დაგისვამ და შეგიძლია ძალიან მოკლედ მიპასუხო. მოდი დავიწყოთ. გასვლითი თამაში ყველაზე მეტად პრემიერ ლიგის რომელ სტადიონზე გიჭირდა? ლივერპულის. ენფილდზე? დიახ, ენფილდზე. ბოდიში. ლივერპული, ენფილდი. მადლობა. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი იყავი და მწვერვალზე ასვლაზე ოცნებობდი, ვინ იყო შენთვის საკულტო მოთამაშე? პატრიკ ვიეირა. ახალგაზრდობაში ბარსელონაში თამაშზე ოცნებობდი. მადლობა. რომელი გუნდის თამაშის ყურება მოგწონს ამჟამად ყველაზე მეტად და რატომ? ლივერპულის. მათი თამაშის სტილი, თამაშის აღქმა და მეტოქეებთან ადაპტირება სხვებისგან გამოირჩევა. ამჟამად ლივერპული არა ყოველ ჯერზე დომინირებს ოპონენტებზე. არამედ მათ სტილთან ადაპტირებას ცდილობს. მათ აგრესიულად ასპარეზობა შეუძლიათ. უკანა მესამედის დაცვაც და საერთოდ უფრო მეტად სცემენ პატივს იმას, რასაც მათ მეტოქეს თავაზობს. სოციალურ მედიაში ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ ვინ არის ახალი მესი, რონალდუ და ასე შემდეგ. ჩემი შეკითხვა, ვინ არის ახალი იაია ტურე? მოქმედი ფეხბურთელებიდან შენს თავს ყველაზე მეტად რომელი გაგონებს? რთული შეკითხვაა. სიმართლე რომ გითხრათ, პრემიერ ლიგის გარდა სხვა თამაშებს ნაკლებად ვუყურებ და შევეცდები, რომ სხვებსაც მივაქციო ყურადღება. თუმცა ჯერჯერობით ისეთი არავინ მინახავს, ვისშიც საკუთარ თავს შევამჩნევდი. გასაგებია. ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც გითამაშია? რთული შეკითხვაა. ვიდიჩს დავასახელებ.
Jeez. I would say a bit Vidic. ვიდიჩი იყოს. Vidic a bit because he was tall. No, not Vidic. არა, არა. Matic. ბოდიში, მატიჩს, Tall. რომელიც ჩელსიში და მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა. He was tall. ის მაღალი, ძლიერი და აგრესიული გახლდათ. He was a bit ზოგჯერ brash. ერთმანეთთან შერკინებები გქონდა. კარგი ბიჭი იყო და ერთმანეთთან რაიმე პრობლემები არ გვქონია. შენ მიერ გატანილი გოლებიდან რომელია საუკეთესო? მე მაქვს ჩემი რჩეული და იმედია რომ ერთმანეთს დაემთხოვა, თუმცა შენს პასუხს დაველოდები. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ხომ ასეა? დიახ. რთული შეკითხვაა. რადგან ერთი მონაკოში მაქვს და ერთი ბარსელონაში. თუმცა ბარსელონას მაისურით გატანილი ჯობს ჩემი აზრით. ბილბაოსთან შეხვედრის პირველ ტაიმში ბურთი ჩვენი დაცვიდან წამოვიღე. დრიბლინგით მთელი მოედანი გადავჭერი და გავიტანე. ჩემი რჩეული გოლი კი ის არის, რომელიც ასოციაციის თასზე სანდერლენდს გაუტანე. ის შორი მანძილიდან გატანილი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გოლია, რომელიც ოდესმე მინახავს. გასაგებია. Okay. ბევრი გოლი მაქვს გატანილი და ეს შესანიშნავია. როგორ გინდა რომ დაგიმახსოვრონ როგორც ფეხბურთელი? როგორც ადამიანი, რომელმაც გრძელი გზა გაიარა, ამ სპორტს პატივს სცემს და მასში გათვითცნობიერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მისი არ ესმით. მინდა დამიმახსოვრონ როგორც ადამიანი, რომელსაც თამაში უყვარს და პატივს სცემს. როგორ აღწერო? უბრალოდ კარგი ფეხბურთელი. მადლობა. ჩვენი ინტერვიუს უკანასკნელი შეკითხვა აია, შენ კოლო და შენზე მისი გავლენა ახსენე. ვინ მოგცა საუკეთესო რჩევა შენი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში და რა გირჩია მან? ჩემმა პატარა ქალიშვილმა. ყველაზე უმცროსმა. იმ პერიოდში მას ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა. 2011 წელს მანჩესტერ სიტის რიგებში ჩემს პირველ სეზონში ბევრ თამაშს ვაგებდით. რამდენადაც ბარსელონადან ვიყავი გადასული, გამარჯვებას შეჩეული გახლდით. რადგან იქ სულ ვიგებდით, ამ წაგებების გამო ვიტანჯებოდი და მუდმივად დამწუხრებული ვიყავი. ყოველი მატჩის შემდეგ, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, თამაშს ხელახლა ვუყურებდი და ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა მკითხა, რატომ ხარ მოწყენილი? მე ვუპასუხე, დღეს ვერ მოვიგე. მან მითხრა, რომ ეს დამევიწყებინა. სხვა რაღაცაზე მეფიქრა. რაიმე მეთამაშა, აფრიკული კინო მეყურებინა და საჭმელი მეჭამა. მისი სიტყვების არსი ის გახლდათ, რომ თუ რაღაც ცუდი ხდება, უბრალოდ წინსვლა განაგრძე. ცხოვრებას ის სწორედ ასე უყურებს და ის მართალი იყო. მე მას დაუჯერე და მარცხზე აღარ ვფიქრობდი, რადგან ეს დიდ ენერგიას მართმევდა. მხოლოდ მომავალ შეხვედრებზე ვიყავი ფოკუსირებული და ვცდილობდი, რომ მომდევნო მატჩში იმაზე უკეთესად მეასპარეზა, ვიდრე წინა თამაშში. მადლობა იაია. შენთან ინტერვიუ შეწერა სასიამოვნო იყო. როგორც ფეხბურთში, ასევე მის მიღმა ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. დიდი მადლობა. წვრთნელი ვარ. და ერთ დღეს შესაძლოა შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრებით ჩავიბარო. მადლობა და ნახვამდის. დიდი მადლობა.